ფაქტობრივად ეს არის იმისი გამოვლინება და იმისი დადასტურება, რომ ხელისუფლება გარკვეულ მომენტში შენს აღიარებას აკეთებს, ანუ გეუბნება, რომ შენ არსებობ და გარკვეულ მომენტში ის წყვიტავს, რომ შენ უკვე აღარ უნდა იარსებო და საზოგადოებას ანახებს ამ ფორმით, რომ აი ეს აღარ არსებობს და ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, ვინც მინდობილია და არც თუ ისე მცირე სამწუხაროდ ქართულ ოცნებას, მართლ გუნდს უჯერებს იმ კვლევის და იმ მონაცემების შედეგებს, რაც იდება, რაც ცხადება, რაც მეინსტრიმულია. აი დაახლოებით ის მახსენდება ხოლმე პლატონი ფილოსოფოსი პლატონის მითი რომ არის გამოქვაბულში რომ ის არის მას რომ აღწერს რა პლატონი იგავს როდესაც გამოქვაბულში კედელზე ჩრდილები არის და ადამიანები ვერ ტრიალდებიან და უყურებენ სულ ამ ჩრდილებს და ამ ჩრდილებით აღიქვამენ მთელ სამყაროს ანუ იმ ადამიანებისთვის ვინც გამოქვაბულში იმყოფებიან მხოლოდ კედელზე გამოსახული ჩრდილები არის სამყარო რასაც ის აღიქვამენ და ის მიაშნიათ სამყაროდ იმათმა საერთოდ არ იციან რა ხდება გამოქვაბულის გარეთ აი ასეთი ილუზია და ესეთი გამოქვაბული შექმნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში თავისი გორბებით თავისი ტელეიმედებით თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით თავისი ყველა იმ რესურსით რაც მას გააჩნია აი სწორედ ამ პლატონის გამოქვაბულის ბინადრებს დაამგვანა ადამიანი მასზე მინდობილი ადამიანი რომელიც მხოლოდ იმ ჩრდილებს უყურებს რასაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მიანათებს კედელზე არა და ასეთი ადამიანები და ასეთი ადამიანები როგორ არ არიან ასეთი ადამიანები არიან და ასეთი ადამიანები იმეორებენ იმ პროპაგანდას და იმ რიტორიკას რაც ყობახიძის ბაგეებიდან ისმის და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული ქართველი ადამიანისა რომელიც მინდობილია ამ სისულელეს მინდობილია ამ გამოქვაბულის მით და ჩვენ უნდა გამოვიდეთ გამოქვაბულიდან დღის სინათლეზე და ეს მხოლოდ შესაძლებელი არის რეალური წინააღმდეგობით დღეს რაც რუსთაველზე ხდება რა ის ახალგაზრდები და ის ადამიანები რომლებიც გასულები არიან და რომელიც პროტესტს გამოხატავენ არის ერთ-ერთი სიმპტომი და ერთ-ერთი გამოვლინება ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი საპროტესტო მუხტის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას არასწორი განვითარების ფორმა არის. მე მიმართულება აქვს. მიმართულებაშია აქ პრობლემა. მიმართულება რაც იქ ვლინდება. და პიროვნებები ვინც ამას გეგმავენ და ორგანიზებას უწევენ, თორე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენ განვაზოგადოთ და ვთქვათ რომ ეს მთელი ეს ადამიანები ვინც არიან ვერ არიან ფსიქიურად და ჯანმრთელად, ხო? როგორც ეს ოცნების პროპაგანდისტები იძახიან, ეს არის დანაშაული. არ შეიძლება საზოგადოებაში ამ მცირეში აი ეს ფილოსოფოსი მახსენდება, ეხლა ფილოსოფოსი რო არის შათილიშვილი. ეხლა შათილიშვილის ის მოვისმინე რამოდენიმე დღის წინ ბოლოს გამოსულიდან ციტატა, რომ ესე იგი დრო არისო ძალიან კარგია უпростоრად რომ მიდიანო ეს უიმედოდ დარჩენილი ეს ახალგაზრდებიო, ანუ საუბარია ამ ლიბერალურად მოაზროვნე ახალგაზრდებზე. ძალიან კარგია რომ საქართველოსთან გარბია რაც უფრო მეტი წავა და საერთოდ ნუღა ჩამოსულადო. აი ეს არის ქართული ოცნების პოლარიზაცია, დაყოფა. ეს ბიძინა ივანიშვილის და ამ გუნდის ინტერესებში შედის. ეს დაპირისპირებული ჯგუფებად დაყოფილი ადამიანები. რა თქმა უნდა, მან შექმნა და ის არის პასუხისმგებელი. ეს არის მართვადი ქაოსი, როდესაც 13 წელი თუ ახალგაზრდებთან ვინმეს პრეტენზია აქვს, 13 წელი უსამშობლო თაობები ვინზარდა, რამე შეცვალა განათლების სისტემაში ქართულმა. როდესაც საჭოდრაკო დაფაზე ორივე მხრიდან ერთი კაცი თამაშობს და ამ აბსურდს გაყურებინებენ, აი ეს არის სწორედ ის პლატონის მითი და ფილოსოფოსი შათილიშვილი, ბჭყალებში ფილოსოფოსი, ის არ არის ფილოსოფოსი, ის არის ოცნების პროპაგანდისტი. თორე ფილოსოფოსობას იოანე დამასკელი უძახის ღვთის სიყვარულს და შათილიშვილი იმასაც იძახის, რომ ეს საერთოდო კათოლიციზმი რომ მიეღო საქართველოსო, უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდითო, მაგრამ ეს საუბრის ცალკე თემაა. მაგრამ ზოგადად ეს პროპაგანდისტები, რომლებიც ესე საუბრობენ და ესე ყოფენ, ესე აპირისპირებენ საზოგადოებას, ესე უხარიათ ის დუღილი და ის აწეული ტემპერატურა, რომელიც საზოგადოებას ხლიჩავს, არ არსებობს საქართველოს ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ არ იქნება ერთსულოვნება. ურთიერთ სიყვარულის გარეშე და ურთიერთ თანადგომის, სოლიდარობის გარეშე ქართულ საზოგადოებას, ქართველ ერს მომავალი არ აქვს. აი ეს არის მოვიდა დრო იმისა, რომ ჩვენც მაგალითად ხამი არ ვარ პარტიის წევრი, შენ თუ ხარ პატრიოტთა ალიანსის წევრი. მე პატრიოტთა ალიანსში ჩვენ შემოვედით წინა საპარლამენტო არჩევნების წინ, როგორც პოლიტიკური გაერთიანება ქართულიდია და ამ გაერთიანების ეგიდით, ასე ვთქვათ, მე აქ შემოვედი, მაგრამ ეს პარტიული ნიშანით ჩემთვის ძალიან დაბალი კრიტერიუმია, ის ადამიანური ურთიერთობები, რომელიც ჩვენ შორის არის, ყველაფერზე მაღლა დგას და ეს არა, რას ამბობ, მეც
აბსოლუტურად გეთანხმები ამ პათოსში. უბრალოდ რა მინდა იცი აღნიშნო. იქნებ მოვიდა დრო, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ სიმართლე, თუმცა სიმართლეს ყოველთვის ლაპარაკობდით. ხო, თქვენ გულისხმობთ იმას, რომ უფრო მამაღლა და უფრო პირდაპირ. შუა გაკრეფილი როა, ის აღარ იყოს გაკრეფილი და სწორედ ჩვენ ვთქვათ, ის იმ ორივე მხარეს დავანახოთ. ჩვენს ხელში არსებული ყველაზე დიდი იარაღი და რესურსი დღესაც გავგეჩნია არის სიმართლე. და სიმართლეს ვინც ამბობს და სიმართლეს ვინც ამოწმებს, ის არის აღმსარებელი, სარწმუნოებრივად მართლმადიდებელი ქრისტიანი, უნდა იყოს სიმართლის დამოწმებელი. სიმართლის დამოწმებაში მდგომარეობს ჩვენი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა და შესაბამისად პოლიტიკას დღეს მიაჩვიეს, რომ პოლიტიკა არის თამაში და ლავირება და სინამდვილეში პოლიტიკა არის სიმართლის მსახურების ხელოვნება, თუ შეიძლება ასე ითქვას. რა თქმა უნდა, იმას აქვს თავისი ფორმები, უნდა იცოდე რა დროს რა როგორი ლაპარაკო, მაგრამ დრო ნამდვილად არის და აუცილებელიც არის და გამოწვევაც არის ჩვენი იმისა, რომ ქართველ ერს ველაპარაკოთ ის, რაც დღეს მართლა აწუხებს ამ ქვეყანას და რაც ამ კრიზისიდან, ამ ჩიხიდან საქართველოს გამოიყვანს და ბიძინა ივანიშვილის და მისი კლანის ტყვეობიდან დაიხსნეს ჩვენ სამშობლოს. ეს არის ეგზისტენციალურად აუცილებელი, შეიძლება ასე აუცილებელი, აბსოლუტურად გეთანხმებით. შემოუშვა ძარები უკვე. მე ვთხოვ ოპერატორს, რომ შემოუშვი ძარები. კი, აი ძალიან დაიძაბა სიტუაცია. მე ხა თუ რამე შიში მაქვს, მე არ მინდა სამოქალაქო იმიტომ რომ ორივე მხარეს ქართველი და გამოცდილი მაქვს, მე ეს რა ხდება და როგორ ხდება, ამით მე საქართველოს წააგებს. აი როგორ ფიქრობთ, მივა იქამდე საქმე? მე ხლა ვერ ხო პროგნოზირებას ვერ გავიდა, მაგრამ ერთი რამის თქმა ცალსახად შემიძლია, რომ ის რაზეც მე წეგან ვისაუბრი, ანუ ეს დააგროვილი მუხტი, პროტესტის ეს დუღილი, რომელიც საზოგადოებაშია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაქრება, რამდენიც არ უნდა ელაპარაკოს კობახიძემ, ესე იგი, დაყენებული სახით და ტონით ტრიბუნებიდან და მდინარაძემ, არა? ამას ვერაფერი ვერ შეცვლა, ვერ შეაჩერებს. ცოტა შეშოთებული იყო კობახიძე, ისე უმახიანად აღარ იყო. ვერაფერი ამას ვერ გააჩერებს, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი ჯანსაღი ორგანული რეაქცია საზოგადოებისა, თვით გადარჩენის ინსტინქტი, თუ შეიძლება ეს ასე ითქვას, როდესაც ჩვენ კლავენ, როდესაც ჩვენ განადგურებენ სულიერად და ფიზიკურად, როდესაც საქართველოს იცლება, როდესაც საქართველოს ღატაკდება, როდესაც საქართველოს დამშეულია, როდესაც საქართველოს სულიერი და ფიზიკური განადგურება მიმდინარეობს მუდმივი უკუსლით და ამ დროს გამოდის და 2 და 3 კაცზე მე რომ ვისაუბრე, ყველა უბანზე შეუძლებელია არსებული ყველანაირი მათემატიკური და ლოგიკური და ყველა ანალიზით შეუძლებელია ის პროცენტი, ის რაოდენობა, რაც ქართულმა ოცნებამ დაწერა, ეს რომ ასე მომხდარიყო და როდესაც ეს ჯიბრით ესე აკეთებს, როდესაც შენ გეუბნეო რომ მე არ მაინტერესებს, შენ ეს იცი, არ იცი, ამას ხვდები, არ ხვდები, მე როგორც მინდა ისე იქნება. მე ამას ბუნებრივად ექნება აუცილებლად ის საფასუხო რეაქცია და დარტყმა, რასაც ბუმერანგივით მიიღებენ შუქში. 13 წელი არიან ხელისუფლებაში და მართლა ჯიბზე იქცევიან იმის მაგივრად, რომ ცოტა როგორ გითხრა, ვინც იმსახურებს იმათ კანონერად დაუთმონ ხომ? დიახ. ის ხმები დაუწერონ, რაც აქვს და აი წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდად წყიბზე არიან უკვე, არ შეიძლება 13 წელიწადი და რაც დრო გადის, მით უფრო აი ესეთ მანიპულაციას მოვა დრო, როდესაც ქართველი ერი ამ ძიმე მდგომარეობას აუცილებლად ღვთისწყალობით გადალახავს, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ღვთისმშობელი მფარველობს. და ამ ქვეყანას სხვა დატვირთვა აქვს სამყაროში, სხვა ფუნქცია აქვს, სხვა მისია აქვს, სხვა დანიშნულება აქვს და ვერ გადაიქცევა და არ გადაიქცევა ბიძინა ივანიშვილის ფულის საჭრელ დაზგად საქართველოს, თუ რაღაცა დროებით, რაღაცა მოვლენებმა ესე განაპირობა, ეს ისევ სასჯელად შეიძლება მივიღოთ, რადგან ღვთისდაშვებით ასე ხდება, მაგრამ როდესაც ეს გადაილახება და ყველაფერს ისტორია შეაფასებს და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, აუცილებლად სამარცხვინო ისტორიულ ფურცელზე აღმოჩნდებიან ეს გამყალბებლები და ეს უზურპატორები, ხელისუფლების უზურპატორები. იქითკენ რომ რაღაცა ხო იცით ზამბარა როცა დაძაბულია ეს პატარა ბიძგს ელოდება და აი ამ ზამბარას თვითონ ძაბავენ აი ამ თავისი არ ვიცი ყველაფრის ხელში ჩაგდებით ის საზღვრავს ვის რამდენი პროცენტი დაუწეროს როგორ რანაირად აი და თან 13 წელია უკვე ხელისუფლებაში არის ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მაინც რაც დრო გადის ის უფრო და უფრო იყენებს და უფრო გავიწ
მოიწროვებს, ესე იგი პოლიტიკურ ძალებს ხდის სულს. მას მხოლოდ ის, ვინც თვითონ აწყობს და იცის, რომ პრობლემის შემქმნელი არ არის და პრობლემის შექმნა რას ნიშნავს. საქართველოს კი არ შეუქმნის ის სხვა პარტიები პრობლემას. თვითონ ბიზნესი აი ამ ქართულ ოცნებას შეუქმნის პრობლემას, აი იმათ ესე წირავენ გვერდზე დებენ. ჩვენ ვამბობთ, ხო, არავით არის ძალადობა, არავით არის დამხობა, არჩევნები, მაგრამ არჩევნებით შეუძლებელი, ანუ ბიზინა ივანიშვილმა შექმნა ქვეყანაში სისტემა და შექმნა პოლიტიკური ვითარება, როდესაც არჩევნებს აღარ აქვს აზრი. და ეს არის ყველაზე დიდი კრახი დემოკრატიისა. ანუ ბიზინა ივანიშვილის პირობებში ბიზინა ივანიშვილმა საქართველოში დემოკრატიას დაუდგა კუბო და ამ კუბოს გარშემო აცეკვებს მთელ თავის პოლიტიკურ გუნდს. ბიზინა ივანიშვილმა შექმნა მითი იმისა, თავისი უძლეველობის მითი და ლეგენდა და ეს მითი დააჯერა უკვე მის წინააღმდეგ განწყობილ ხალხსაც. ეს ნიჰილიზმი ამისი გამოვლინებაა. ადამიანები რომ არჩევნებში არ მიდიან, მათ იციან, რომ აზრი არ აქვს იქ მისვლას. მიიჩნევ, რომ რადგან ესეთი აბსოლუტური არააქტივობა იყო დღეს აბსოლუტური ნულოვანი. საქართველოს სხვადასხვა თელ საქართველოში ეს იყო ასე და ეს არის იმის გამოვლინება და ეს არის სრული ნიჰილიზმი, რომელიც დანერგა ივანიშვილმა და რომელიც საჭიროებს სათანადო წინააღმდეგობას. სათანადო წინააღმდეგობის მოძრაობა არის დასაწყები აი იმ უსამართლო ნიჰილისტური იმ ბოროტების წინააღმდეგ, იმ გამეფებული უზნეობის წინააღმდეგ, რაც დაინერგა საქართველოში. ეს არის ანტიდემოკრატიული, ანტისახალხო, ანტიეროვნული, ანტიქართული და გინდაც ანტიქრისტიანული თავისი ფუნდამენტური გაგებით, რასაც მოიცავს ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, სასუფეველის იდეა და სასუფეველის მიზანი, აი ამისი საწინააღმდეგო არის ის, რასაც ბიზინა ივანიშვილი ნერგავს 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე და სხვადასხვა უფრო ადრეც თავისი ხელშეწყობით წინა ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით ასევე იგივე პოლიტიკას ემსახურებოდა ივანიშვილი ოღონდ კულისებიდან. აი ეს არის რეალობა. ნუ კულისებიდან, მაგრამ ეს არავისთვის დასამალი არ არის. შემდეგ ხდება ეს ესე იგი მოწინააღმდეგე და შემდეგ ეცით რა არის ნიჰილიზმიო ვამბობთ. რა თქმა უნდა ნიჰილიზმი არსებობს, მაგრამ ჩვენ უთხრათ ხალხს, რომ ნიჰილიზმით ვინ აგებს? იგებს ისევ ქართული ოცნება და აგებთ თქვენ. ასე რომ უნდა დავძლიოთ ნიჰილიზმი, არ უნდა წავახალისოთ, ხო? იმიტომ მართლაც ჩვენ ხელშია, თქვენ ხელშია, თითოეული ჩვენგანს რუსული გამოთქმა აძინჩილავე გაძინგოლოს. ის ერთი ადამიანია გადამწყვეტი და ყველა მიცოდეს, რომ ის ერთი ადამიანი თავად არის. და ეს ნიჰილიზმი გამართლება არ არის. ქართულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ თითოეული ადამიანი არის, ესე იგი შემოქმედი ამ ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული ყველა, ანუ თვითონ არის შემოქმედი და თვითონ არის ნაწილი ამისი, უჯრედი არის, ცოცხალი უჯრედი და მას აქვს თავისი კონკრეტული ფუნქცია თითოეულ ადამიანს. და ნიჰილიზმი არის დანაშაული დღევანდელი საქართველოს წინააღმდეგ. აი ზარია. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? გაითიშა. ნიჰილიზმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამართლება, რომ აი რა ქნას ახლა ხალხმა ნიჰილიზმი ჩააგდო ბიზინა ივანიშვილმა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყოველივე საწინააღმდეგო. საერთოდ წმინდა მამები ამბობენ ხოლმე ასეთ რაღაცას, რომ როდესაც რაიმე ვნება გებრძვისო, რაიმე ცოდვაში ხარო, აი ყოველთვის იმისი საწინააღმდეგო ყველანაირად მუდმივი წინააღმდეგობა და მუდმივი გვემა შენში არსებული პრობლემისა არის ამისი განკურნების გზა. ანუ შენ მუდმივი კონცენტრირებით ებრძოლო იმას, რაც შენში არის უწოდე სნეულება და გაგეცნება სნეულება, ლაოძი როგორც sagt. აი ეს სნეულება, რასაც შენ დიაგნოზს დაუსვამ, მუდმივად მთელი კონცენტრირებით იმის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ჩვენი სნეულება არის ის ნიჰილიზმი, ის უბედურება, რაც უნდა ამოიძირკოს, ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენს ერში არსებული აი დღევანდელმა საარჩევნო მოცემულობამ უნდა გვაგრძნობინოს და მიგვახვედროს, რომ ჩვენში არის ნიჰილიზმი და დღეს უნდა ჩვენ დაუპირისპირდეთ ნიჰილიზმს, ანუ როგორ განვიკურნოთ ამ ნიჰილიზმიდან, როგორ შევცვალოთ ჩვენი მდგომარეობა ნიჰილიზმიდან ღვთისასოებამდე, აი ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ჩვენ გვინდა გამარჯვება რა. ზარია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? მოგესალმებით. გამარჯობა. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. ჩვენ რამდენი პროცენტია ვექნება? ცოტა ისა არის მის კარგად. რამდენი პროცენტი მივიღეთო? პატრიოტ ალიანსმა რამდენი დაუწერა უფრო სწორად. რამდენი დაუწერა უფრო სწორი შეკითხვა. მივიღეთ და რამდენი დაგვიწერეს, ხო? უფრო დაგვიწერეს. მივიღეთ, იმიტომ რომ ნახევარ რაიონებში წიები არ ქონდა. მერე მეორე სტატუსში ვინ რა წიები წაწერა
ვინ გადაწყვეტს ჩვენ ორგანიზაციის წევრებმა პარტიულ და არაფერი არ შეგეკითხეთ არ თვითონ და საიდანველი რო ჩვენ მივიღებით ჩადებს ცოტა ვერ გავიგე რა თქვენ საუბრობთ გაყალბების ფაქტებზე ხო ესეა ჩვენი მისიაბირა საზოგადოებას მაინტერესებს ვინც რომელ ციებზე საუბრობთ რომელ ციებზე რომელიც არის სანტიმოსიებზე პირველ ნომერი იყო ვერა მომდებოდა ასე შემდეგ პატრიოტ ალიანსის ბატონო დიახ ნუ ეს ყველაფერი გამოცხადებული იყო ახლა არჩევნები დღეს დამთავრდა და ახლა ხო არ ჩამოყვებით არა იმიტომ რომ იყო წარდგენა ხო ამ პრობლემაზე ვინ რა ხალხი საუბრა ხოთები ჩატარებს სიაში ისე რომ არჩევნები იყო და მიგნა ეს გარკვიეთ ვინ ხოცები ნახეთ პატრიოტ ალიანსის სიაში? დიახ, პირველ მომენტში დაწყებული დანარჩენი ყველა აბა სახელი და გვარები მოგვახსენეთ ხოცების. სამგომარეს არაფერი შემოიქონდა აღზევაგებია არაფერი. ეგ სად? წყალტუბოშიო. წყალტუბოში. 14 წელს პარტიის წევრი ვარ და თქვენი დაუმაგრებელი ვარ თუ ძალიან ცუდია ეს. ნუ ეხლა ეს ისეთი საკითხი არის, რაზეც თქვენ საუბრობთ ეს ესეთი სატელეფონო პირდაპირ ეთერში გასარკვევი საკითხი ეს არ არის თუ აქ მობრძანდებით ჩვენთან შეგვიძლია ამაზე უფრო კარგად მე პირადად ვისაუბროთ. ალბათ ასე ჯობს და გაარკვიოთ რა თქმა უნდა. ხო, ესეთი შიდა კითხვები თუ თქვენ პატრიოტ ალიანსის მხარდამჭერი და წევრი ბრძანდებით, ესეთი პირადი შიდა პარტიული კითხვები ჯობია მობრძანდეთ და პარტიის წიაღში გაირკვეს, ვიდრე მთელი მტრისა და მოყვარის წინაშე ერთად საეთერო ეთერი, პირდაპირ ეთერში რა. თუ ვინმეს აი გაქვთ კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები იმ გაყალბებებისა, რაც არაერთი იყო ამ არჩევნებზე, გთხოვთ რომ დაგვირეკო და მოგვახსენოთ. ზარია კიდე ეთერში გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობათ. გამარჯობა. ძალიან გთხოვთ საწმენად არ მიიღოთ ეს რასაკეთებით. უბრალოდ ჩემი აზრია. გისმენთ. ახლა თქვენ რომ იყოთ სათავეში. დიახ. სახელმწიფო რომ იყოთ. და გამოვიდნენ ქუჩაში, აი რა ხდება, რომელიც არ არის მოსაწონი, მოგეწონებოდა. რა მომეწონებოდა? ესე იგი ამ აქციაზე და ესე იგი ჩვენ რო ვიყოთ პატრიოტ ალიანსი რო იყოს ხელისუფლებაში, წარმართველი ძალა და გამოვიდნენ ხალხი ქუჩაში. თუ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, არ უნდა მიიყვანო შენი საზოგადოება იქამდე, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ხალხი თუ გამოდის ქუჩაში და ხალხში თუა პროტესტი, ეს არის იმ ხელისუფლების დანაშაული, რომელმაც ეს აქამდე მიიყვანა. ყველაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ მთელი ამ წლების განმავლობაში იღვაწა და იშრომა იმისთვის, რომ აქამდე მისულიყო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ეხლა თუ იქ ვიღაცეები ბოროტად იყენებენ პოლიტიკურად ამ მოვლენებს, ხო? ამ პროცესს, ამ პროტესტს, ამ აგრესიას თუ სათავისოდ იყენებენ გარკვეული არაწმინდა ძალები, ვისაც პირადად მეც ვებრძოდი და ვებრძვი თუნდაც არა ერთს მაგალითად დაწყებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიდან პოლიტიკური პარტია გირჩიდა და ასე შემდეგ ეხლა რო არ გავაგრძელო ბევრი ლაპარაკი ამაზე პასუხისგებელი პირველ რიგში არის ის პოლიტიკური გუნდი რომელიც დღეს საქართველოს მართავს და რომელმაც საქართველოს იმ დღეში ჩააგდო რომ აი ეს ანარქიული სიტუაცია უფრო და უფრო მწვავდება და ფესვებს იდგავს საქართველოს სახელმწიფოებრივი მასშტაბით აბსოლუტურად გეთანხმები ზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ საღამო მშვიდობისა მშვიდობა გქონდეთ მომისმინეთ კარგად მომისმინეთ და თუ შეგიძლიათ სწორი პასუხი გამეცით შევეცდებით წარმოვიდგინოთ ერთი რამე უბრალო რამე თვითონ სახელმწიფო აყალბებს ამ საქმეს თუ ხალხი აყალბებენ ხალხი როგორ გააყალბებს ბატონო ხალხი გითხარ ხო ისე დავა თქვენი ვერსია შევეცდებით რამოდენიმე წელია წამარგულია სხვა მხარეში და რამოდენიმე წელია გასული
Zakuti aber ძალიან სუდათ ისმის უკაცრავად აი ცოტა ნელა ისაუბრეთ და აი გაიციშე ალბათ დაგვიკავშირდით კიდევ რომ აგვიხსნათ ну რა თქმა უნდა ხალხი ამას ვერ აყალბებს მაგრამ ხალხი ხელს უწყობს ნიჰილიზმით და აძლევს ყველა კარტ ბლანშს ქართულ ოცნებას ხელისუფლებას ну როდესაც ახლა სიტყვაზე როდესაც შენ დარიგებული ფულის სანაცვლოდ აძლევ ხმას იმ ძალას რომელსაც შინაგანად არენდობი შენს ამ გაყალბების რა თქმა უნდა თანამონაწილე ხარ და თანაშემოქმედი მაგრამ არსებითად რომ სისტემაა გამყალბებელი და უზურპატორი ხელისუფლების ამაზე ორი აზრი არ არის და ხალხი ასეც და ისეც ორივე შემთხვევაში მოქალაქე მსხვერპლია ის აცნობიერებს ამას თუ დროებით შეიძლება ის ხელისუფლების სასარგებლო საქმეს აკეთებდეს მაგრამ როდესაც ხელისუფლება ბოროტებას ემსახურება ადამიანი მოქალაქე ყველა ვარიანტში მსხვერპლია და მეტაფიზიკური სულიერი გაგებით ადამიანი ყოველთვის ასეთ შემთხვევაში მსხვერპლი და ძალიან ცოდო გამოდის მინდა გითხრათ რა ხალხი იძულებულია რომ ეს მცირედით დაკმაყოფილდეს და ხმამისცეს აი ნუბათისა ისა რა ქვია ეს ამაშიც დამნაშავე თავად ხელისუფლებაა რომ ამ მდგომარეობაში ცხოვრობს ხალხი მით უმეტეს ცოტა მასშტაბურად უნდა შევაფასოთ მოვლენები და არ შეიძლება ესე კონკრეტულად ესე მარტო გარკვეული მიმართულებებით ხელის გაშვერა მასშტაბურად და სისტემურად უნდა აღვიქვათ პროცესები რა აუცილებლად ხო და ჩვენ სანამ ზარია იმაზე ვსაუბრობდით მე და ან მეშინია რომ უყურებ ახლა ამ სიტუაციას რაღაცა ვიღაცის ინტერესში არ იყოს და სამოქალაქო დაპირისპირება არ ეს რამდენი ხანია ძალიან დიდი ხანია უნდათ შიდა მტრებსაც და გარე უწვიდურ ძალებსაც ეს უნდათ რომ საქართველოში დაიძაბოს სიტუაცია დაიღვაროს სისხლი გამეორდეს ის ყველაფერი რაც 91 წლებში გამოვიარეთ და რა დროსაც დიდი უბედურება გადაიტანა საქართველომ რის სასჯელებსაც სულიერი გაგებით დღემდე იმკის მე ვფიქრობ საქართველოს იმ კანონიერი ხელისუფლების დამხობის და ასე შემდეგ ყველაფერს მაგრამ ისევ და ისევ აქ არის ქართველი ერის ნება დამოკიდებული შენ ვერ აგრევენ შენ ვერ შეგიყვანენ ამ შეცდომაში თუ შენ თვითონ აზროვნებ და შენ თვითონ სწორად აფასებ მოვლენებს ანუ საქართველოში არსებობს ის რესურსი ის ადამიანთა სიმრავლე თუ შეიძლება ასე ითქვას რომ ამ ადამიანებმა თუ სწორი არჩევანი გააკეთეს თუ სწორი ორგანიზება მოახდინეს თუ გამოვიდნენ ისევ და ისევ ამ ნიჰილისტური მდგომარეობიდან და წინააღმდეგობა გაუწიეს არსებულ უსამართლობას ამას შედეგი აუცილებლად ექნება ამიტომ რამდენიც არ უნდა იბრძოლოს გარე და შიდა მტერმა თუ ჩვენ ქართველი ერი ქართველი ადამიანების საზოგადოება შევძლებთ ჩვენს თავში ორგანიზებულ მიზან დასახვას როგორც საზოგადოება როგორც ერი და როგორც კონკრეტული იდეის მიმართული ადამიანთა ერთობა ჩვენ აუცილებლად გვექნება შესაბამისი ნაყოფი და შედეგი სასიკეთო. ამისი მე ღრმად მწამს. ოკეი, მაგრამ ნახეთ ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნება რომ არჩევნებით, ანუ მშვიდობიანად. არჩევნებს აზრი დაუკარგა ისევ ვიმეორებ ქართულმა ოცნებამ და იმისათვის რომ არჩევნებმა აზრი შეიძინოს ჩვენ ქართული ოცნება ის პოლიტიკური კლასი თუ რეჟიმი თუ რასაც წარმოადგენს უნდა ვაიძულოთ რომ პირველ რიგში საარჩევნო გარემო გააჯანსაღოს საარჩევნო მოდელი შეცვალოს და სხვანაირად წარიმართოს ეს პროცესიც რამდენი ადამიანი რეკავდა დღეს ეთერში მიცვალებულთა არ მორჩა ეს მე მახსოვს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს მკვდარი სულები როგორ შეიძლება 21 საუკუნის დემოკრატიულ სახელმწიფოში ისევ დღის წესრიგში იდგეს ეს ყბადაღებული მკვდარი სულების საკითხი ხო ეს ხო არის სახელმწიფოებრივი კრახი და ფიასკო და ეს არის სრული მარაზმი თუ შეიძლება ასე ითქვას რომ ჩვენ ისევ ეს პრობლემა გვაქვს რომ ყავს მიცვალებულები საარჩევნო სიაში სხვა შეიძლება თუ უსმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სალომე ზურაბიშვილის რომელიც პროვოკაცია არ დაწვა და არ ჩამოყოლო დაწვა იმიტომ რომ პროვოკაცია უწოდა მაგალითად იმ საქციელს რომ მივარდნენ ამიტომ ვიზახი ორივე მხარის რაღაც გარკვეული გულის მოგებასა და ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილისა და რომელიც დარწმუნებული ვარ და ღრმად მწამს რომ დღემდე მისი ჭრდილოვანი მმართველია მისი საქმეც გააკეთა და ამავდროულად რა თქმა უნდა ამ პროდასაბლური სეგმენტის გულიც მოიგო როდესაც წინააღმდეგობისკენ მოწოდებები განავრცო და გააგრძელა ოღონდ სხვა ფორმები და იქ მისვლა პირდაპირ უწოდა იმას უწოდა პროვოკაცია ხო რამდენად მიგაჩნიათ იყო თუ არა პროვოკაცია
მე ვფიქრობ, რომ ესეთი საქმეები ასეთი ფორმით დაპირისპირება ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებაში მით უმეტ ისეთ მცირე ერში, ისეთ მცირე ქვეყანაში მე წეგან 91-92 წლები ვახსენე. ყოველთვის ასეთი სუნი უდის. ამას ასეთ უბედურებას მე ხა გავიგე ერთ-ერთი სპეცრაზმელიო პოლიციელი დაჭრილიაო და უფალმა განკურნოს ეს ადამიანი, არა? ერთი ადამიანიც კი, აი წეგან შათირიშვილი ვახსენე, ის ფსევდო ფილოსოფოსი. ერთი ადამიანიც კი, აი რო იძახშო გაიქცენ. ვინ უნდა გაიქცეს? ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი, თითოეული ადამიანი, თუნდაც ის დაცემული და თუნდაც ის უბედურ დღეში მყოფი ადამიანი, იმას უნდა უყურებდე შენ თუ ქრისტიანი მართლმადიდებელი ხარ, როგორც მოყვას, როგორც ადამიანს, რომელიც არის თუნდაც გზააბნეული ცხვარი სამწყსო ფარიდან და შენ უნდა იზრუნო და შენ უნდა გინდოდეს იმ ადამიანის გადარჩენა და ასეთი დაყოფა, ასეთი პოლარიზება, ეს სისხლის ღურა, ეს მტრობა, დედის გინება, ეს შუღლი, ეს ბოროტება, რასაც ეს პოლიტიკური კლასი და ელიტა ნერგავს საქართველოში არასდროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრერში არ მოიტანს სასიკეთო შედეგს და ეს პოლიტიკური კლასი უკვე მიზანმარნებელობითა და ბოროტებისკენ არჩევანი გაკეთებული და მე ცუდს არც მათ არ ვუსურვებ ღმერთმოუშველოდ, მაგრამ მათი პოლიტიკური ძალაუფლების ხელში, მათ ხელში პოლიტიკური ძალაუფლების ქონა ამ ქვეყნისთვის არის დამანგრეველი, დამაზიანებელი და დამღუპველი. ამიტომ მათ არ უნდა გააჩნდეთ პოლიტიკური ბერკეტები, მაგრამ არც მათის დახოცვა და მათი დასახიჭრება არაფერთან შეიძლება. არაფერ შეიძლება. ზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა. საღამოშტებს. ნუ უკვე ჩალულია ეს არჩევნები და ალბათ საფოსტურება გვიან არის ყველა და ყველა უნდა მოხდეს რაღაც და ყველა პარაკუსტრული ძალების გაერთიანებაზე და არ აქვს სწრაფება ბრენდის მნიშვნელობა. მიუხედავად ალბათ რასაც გულის ბრენდი და ძალიან დიდი მნიშვნელობა ადამიანის და იმ დაკომიკურებული ბრენდის ქვეშ დაერთიანება არასოდეს არ იქნება მომგებიანი რა. ახალი ბრენდია საჭირო ასე და ერთი რაღაც და როგორ ვფიქრობ და ახალი ბრენდის ქვეშ ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნებისა და იდეოლოგიის ადამიანები თანაბრად შეძლებენ თანაარსებობას და ერთად თანამოქმედებას? აი რა ბრენდი შეიძლება შევქმნათ ისეთი, რომელიც გაგვერთიანებს დაუშვათ ჩვენ და გირჩს. აი რა ბრენდმა შეიძლება ჩვენ და გირჩი გაგვერთიანოს. აგას არ მოგესწრაფო. უბრალოდ ფარაგრაფის ეროვნული ქრისტიანული ცნობიერების ადამიანები უნდა მაგაზე ჩვენს რამდენი ხანია ვსაუბრობთ? ახლა თუ ჩვენს საუბრების ადამიანები ადევნებთ ხოლმე თვალს სულ ერთიანობაზე და სულ ერთსულოვან ბრძოლაზე გვაქვს ლაპარაკი, მაგრამ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ეგ პრობლემაც დგას, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ საერთო მიზნის გარშემო მიზანდასახვას, თორე ვისაც მთავარი ღირებულებები გვაქვს და ის მთავარი ფასეულობების გარშემო იდეურად ვერთიანდებით, ჩვენ სულ იმას ვამბობთ, რომ საქმეც ერთი ვაკეთოთ, მაგრამ ნუ ხშირად ეს არ გამოდის სამწუხაროდ, თორე მე იგივეს ვფიქრობ, რასაც თქვენ ამბობთ, აბსოლუტურად გეთანხმებით. კიდევ ძალიან დიდი პრობლემაა რა. ესეთი რაღაც ყველაფერს უნდა არეხება, მაგრამ ის ძალები, რომელიც კონსერვატიზმის და ტრადიციონალიზმის დროში აპელირებენ, რაღაცნაირად ასოცირდებიან რუსული იმპერიალიზმის კი, ასოცირდები. ეგეც პროპაგანდის ნაწილია. ხა შეიძლება ვიღაცეები თვითონ აძლევენ საშუალებას იმ ლიბერალებს თავიანთი რიტორიკით, რომ ეს რუსულ ორბიტასთან მოახდინონ მათი ასოცირება, მაგრამ აი დაუშვათ ვინმე მოიტანოს ერთი თუნდაც კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ გეგა ხვედელიძემ სადმე რაიმე თქვა რუსული იმპერიის სასარგებლო და მე დღესვე ვიტყვი, რომ ამ ეთერში მეორე ჩემი არ იქნება. აი ვინმე ერთი კონკრეტული მაგალითი თქვას, რომ მე რუსულ იმპერიალიზმს სადმე ხელი შევუწყე ჩემი რიტორიკითა და საუბრით. ხო, მაგითი დავიწყე ყველას არეხება მეთქი, მაგით დავიწყე, მაგრამ უბრალოდ არის ესეთი რაღაც რა, ევროპა აიღო პიანა აპოპოქრებული და რა ჩემი თვალსაზრისით ამასია პრეზიდენტში კონსერვატიული ძალები და არ ხდება ამასთან არანაირი კავშირი, აი ზოგადად წარმოაჩინო ჩინეთი და რუსეთი ამის პატეცობით რა. და არა მაგალითად დავაის სპრავედლივოსში პოლონეთში, რომელიც კანდიდატი არის პრეზიდენტის პოსტზე. კი ბატონო, არის, რა თქმა უნდა, გეთახმებით, არის. ხო, და ამათთან არის ექსის სუსტი არსებობს. ამათთან უნდა საერთაშორისო დონეზე ურთიერთობების კრიზისი და
პრობლემა დღეს საქართველოში დგას ოპოზიციურ ველზე ამ ეროვნულ ფლანგზე, თუნდაც მე სიტყვა ფლანგი არ მიყვარს, მაგრამ ნუ რაც არის ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებში დგას ეს პრობლემა, მაგრამ მაინც პრობლემა არის ისევ ვიმეორებ მთავარი მიზანდასახულობის საერთო იდეის არ ქონა და ჩვენ რომ ვერ ვახერხებთ კონსოლიდაციას, ერთსულოვნებას და ერთობლივ ბრძოლას როგორც ერი და ქვეყანა. აი ზუსტად ეს ფლანგებად, იდეებად და ჯგუფებად რომ ვართ დაყოფილი და ერთმანეთს ესე ვემტერებით, აქედან არის ძირითადად ჩვენი პრობლემა და რომ ვერ ვახერხებთ საერთო იდეით მიზანდასახვას. არ მაქვს საუბარი იმ რაღაც მარგინალურ ჯგუფებზე, რომლებიც ძალიან მცირე არიან და მათი პოლიტიკური ტივტივის ბიძინა ივანიშვილის პირადი განწყობებისა და ინტერესებში შედის. ის დიდი ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც არავითარ კავშირში არ არის იმ უბედურებებთან, იმ საზიზღარ ამაზრზენ იდეოლოგიებთან, რომელსაც საქართველოს თავს ახავენ თბილისში გინდა თუ რეგიონებში და მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს არის არა უბრალოდ პატარა რაღაცა საზოგადოება, რომელიც შეიძლება მიტინგი მოაწყოს, ეს არის მთელი ერის ნება და ხმა, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ქმედითი პროცესების გამოწვევა, თუ იარსებებს ამ საზოგადოების რეალური ქმედითი მიზანდასახულობა და მოქმედება. ეს არის რომ ამას ჩვენ ვერ ვახერხებთ, ვერ ვახერხებთ და ეს არის პრობლემა, ამით სარგებლობს ორივე მხარე. ამით სარგებლობს ორივე მხარე, აბსოლუტურად. ეს არის პრობლემა და იცით რა არის ესეთი განცდა, როგორ გითხრათ ახლა, როდესაც მურთაზოდელაოს ხედავთ, მან ხომ იცოდა რომ ეს შედეგი დადგებოდა, როცა მიიყვანდა ხალხს ახალგაზრდებს პრეზიდენტის სასახლესთან. ანუ ეს იყო მშვიდობიანი რევოლუცია. ხო, მშვიდობიანი დამხობა, ჯერ ეს ნონსენსია, რაც მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ასობრივების ისტორია არსებობს, მშვიდობიანი დამხობა დედამიწაზე არ მომხდარა. ესეთი რაღაც არ არსებობს. რაღაცა ვარდების რევოლუციის ვარიანტი. ხო, ეს ვარდების რევოლუცია იყო უბრალოდ გადაბარების პროცესი. ხო, და მაშინ ეხლა ბიზინა არავის არაფერს არ აბარებს და თან რა არის, იცი, მაშინ თვითონ ძალოვნებმა დაიხიეს უკან. დღეს სხვა სიტუაციაა, როცა მიყავს იქ ხალხი და როცა შენ ამბობ, რომ ქალები არა და კაცები და ახალგაზრდები მიყავს, ის ხომ იცი ზუსტად, რომ ეს შედეგი დადგება. და ეს უნდა სწორედ ივან ქართულ ოცნებასაც, რომ აჩვენოს ყველას, რომ მით უმეტეს ხედავთ, ხო, ეხლა რა ხდება ევროპაში, რა ხდება ამერიკაში, რა ძალებს იყენებენ ამის ნახევრის იმაზე, რა ქვია, ძალადობაზეც კი რაც ხდება იქ, ხომ ჩვენ ხო ვუყურებთ ამას და ნახეთ მშვენივრად სარგებლობენ და ამბობენ, ხა თუ ხელისუფლებამ თავი უნდა დაიცვას პარიზში, ლონდონში, მანჩესტერში, ნიუ-იორკში, მაშინ ჩვენ რატო არ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი. ნახეთ, აი ორივე მხარე ისე ამათ სალაპარაკოს აკეთებენ. და აი ეს როდომდე უნდა გაგრძელდეს? ამ ახალგაზრდებს ჩააგონეს, რომ ხა ეს არის ევროპელი ანარქისტების ვიდეოებს უყურებენ ალბათ და იქ არის რაღაც წინააღმდეგობის ნაგვის ყურნების დაწვა, რაღაც ვიტრინების ჩამსხრევა, ესეთი რაღაცები. ეს ახლა კარგია. ხო, ეს არის რაღაცა ახალგაზრდული, ეს არის რომელსაც იყენებს არაწმინდა ცუდი ბოროტი ძალები იყენებენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. არა ბიზნეს და ამ რა ქართული ოცნების, არამედ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. აი რაღაც ისა გამოთქმა არის ქართველი რო ესურის ქართულს, ტყვია საქართველოს ხდებაო. აი ზუსტად ესეთი მომენტი არის. დაუშვებელია ჩვენი ერის შიდა დაპირისპირება. ეს მიყვანს საქართველოს დაღუპვამდე. და აი ნახეთ რა მინდა გითხრათ, რომ აი ქართული ოცნება, მაგალითად პატრიოტთა ალიანსი არ არის ისეთი ძალა, რომ ასე ხალხი გამოიყენოს პროვოკაციებისთვის, ხალხი გაწიროს და თვითონ გადარჩეს, იმიტომ რომ სადღაც დაიკარგა მურთაზოდელავა, მე უცბად გამოჩნდა. აი პატრიოტთა ალიანსი რო იდგეს ესეთი მასშტაბური პროტესტის სათავეში, ასეთ პროტესტს ნაყოფიც ექნება, შედეგიც ექნება და უსაფრთხოც იქნება იმ გაგებით, რომ ეხლა ვიღაცა თუ ეხლა გამოუნდა ჩვენი დახოცვა, აქაც შემოგვივარდება, ნუ პირობითად, მაგრამ რეალურად ჩვენაირი იდეოლოგიის, ჩვენი მსოფლმხედველობის ადამიანები არ წაიყვანენ ხალხს იმ ახალგაზრდებს არ წაიყვანენ, რომ რაღაცა ხო. იმიტომ რომ ის მოდა წივილი კი ეთყობა ვიღა დედა უყუროდა შვილს, რომ იცოდა რომ თავი შვილი იქ იყო. აი ნახეთ პირდაპირ უბიძგებენ აი პროვოკაციების და ეს არ არის
ისა რევოლუცია მშვიდობიანი და მშვიდობიანი დამხობა. ვარდების რევოლუციის ვარიანტი უნდა გაითამაშონ. მაშინ ეს ადვილად გამოვიდა. დღეს ესე ადვილად ვარდების რევოლუცია მეორე იყო გადაბარების პროცესი. ედუარდ შევარდნაძემ ამოწურა თავისი თავი და წავიდა. და უბრალოდ მოხდა ჩანაცვლება მიხეილ სააკაშვილისა და იმ ახალგაზრდა ლიბერალური ეს მოხდა იმიტომ რომ თვითონ ჩამოიშალა შევარდნაძის ის ხელისუფლება, იმიტომ რომ კორუფციაში შიგნიდან გამოიჭამა ასე ხო? შიგნიდან გამოიჭამა. და ნახეთ რომ მიხედავთ იმისა რომ პატრიოტ ალიანსი არ არის ისეთი ძალა რომელიც ახალგაზრდებს გაწირავს ასე მაგრამ პატრიოტ ალიანსს აქვს ინტელექტუალური და ყველა გამოცდილება აქვს ინტელექტუალური რესურსი აქვს ანუ ეს პოლიტიკური გუნდი არის ის ძალა რომელსაც აქვს საშუალება და აქვს ესე იგი პოტენციალი იმისა რომ თუ იქნება საზოგადოებრივი პროცესის გულში ეპიცენტრში ეს ზალა შეძლებს რომ ამ საზოგადოებას ქონდეს ისეთი მიზანდასახულობა და ისეთი ქმედებები რომელიც ნაყოფს შედეგს გამოიღებს ამას მაგრამ მაინ ხო და ის არ შექმნის აი ამ საშიშროებას ის ცხადია ამას გულისხმობ რა და სწორედ ეგ ნახეთ და ოცნებას ესეთი ოპოზიცია არ უნდა მას უნდა ისეთი ოპოზიცია ის ხადი საფრთხობელა და ჩვენ საფრთხობელები ვერ ვიქნები და არ ვიქნები ამაში მაგრამ მიუხედავად ამისა მე მგონი დრო არის უკვე რომ რა უნდა ქართულ ოცნებას უკვე გადადის მეორე პლანზე რა სჭირდება საქართველოს და რა არის ეროვნული ნება და წინააღმდეგობის მოძრაობა ახსენე მე მაშინ იმ მოძრაობის წევრი ვიყავი ალბათ ეს წინააღმდეგობის მოძრაობა სჭირდება საქართველოს არა ისეთი რომ ახალგაზრდები და გულანთებულები როგორც თვითონ ამბობენ შედეგზე ორიენტირებული და ძალიან ესეთი ადამიანზე ორიენტირებული და საქართველოსზე ორიენტირებული და ეხლა შენ რო ამბობ რომ მოდი ეხლა ჩვენ რაღაცა სისულელე 6 კაცი დავიჭროთ ისე იმ 6 კაცში კახი კალაძე არ იყო გამიკვირდა სხვათა როგორ არის მეც მივაქცია მაგას ხო და მე ესე იგი გასაღები უნდა აიღო და წახვიდე და მიიყვანო ახალგაზრდები რა თქმა უნდა გამოიყენებენ გაზებსაც გამოიყენებენ ამ ციცაკის სპრეისაც წყალსაც ამიტომ შენ იცი შენ ხომ მზათა ხარ ამისთვის არა და ეხლა კიდე წავიდენ რაღაცა პატარა პროვოკაცია და წარმოიდგინეთ ეხლა რო გამოვიდნენ ამათი წინააღმდეგეები ახალგაზრდები და რაღაცა დაიწყოს ეს გაუთავებელი პროცესი იქნება მაშინ ეს არის ყველაზე საშიში და ეს ამათ ბოლოს მოუღებს თვითონ გაანადგურებს და გამოჭამს როგორც შევარდნაძე გამოჭამა თავის კორუფციამ ანუ არ არსებობს ეს შენ გინდა არ გინდა როდესაც ცუდს აკეთებ ბუმერანგის პრინციპი ამ სამყაროში ყველაფერს სულიერი კანონები მუშაობს ანუ მით უმეტეს როდესაც შესიწმინდეს აი პაისი მთაწმინდელი ეს დიდი მამა მაგალითად ხო პაისი ათონელი ამბობს ეს ძალიან საინტერესო რამეს რომ სულიერი კანონების მოქმედება ყოველ ჯერზე ყოველ მოქმედებაში მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს დაკვირვებული სულიერი კანონების მოქმედების მიმართ და უნდა აქცევდეს ყურადღებას თითოეულ ქმედებაში თითოეულ თავის ცხოვრებისეულ გამოვლენებაში როგორ მუშაობს ღვთის კანონი ღვთის კანონი სულიერი კანონი შენ ამის გჯერა არ გჯერა ის აბსოლუტურად ცოცხალი კანონებია რომელიც ადამიანის ცხოვრებაში აქცევს ადამიანის ცხოვრებას წარმართავს მაგრამ განსხვავებით აღმოსავლური კარმის კანონის ეს არ არის მკვდარი კანონები ამ კანონების მოქმედების გაუნებელყოფა ასე რომ ვთქვათ შესაძლებელია სინანულით თუ ერს გააჩნია სინანული თუ ერს გააჩნია როგორც ნინევიაში როდესაც ერმა და როდესაც თელმა ერმა დაიწყო გოდება და ღმერთმა ნინევია შეიწყალა და არ დაისაჯა როგორც ბიზანტიის იმპერიაში იესოს ლოცვამ 1 საუკუნით პალამისტური მოძრაობის აღორძინებით 1 საუკუნით გადაიდო ბიზანტიის იმპერიის დაცემა აი ასე ლოცვას და სინანულს შეუძლია ერის ცხოვრება გაახანგრძლოს და ერის ცხოვრება გააჯანსაღოს და თუ ჩვენ გავაგრძელებთ აი იმ დამონებულ ნიჰილისტურ იმ სამარცხვინო ყოფიერებაში თუნდაც პოლიტიკურში არსებობას როგორიც იმ წუმპეში ჩააფლო ქართული სახელმწიფო ქართული ოცნების გუნდმა სულიერი კანონებიდან გამომდინარე ეს ერიც დაიჯება და ამერისთვისაც ცუდად იქნება და ქართული ოცნება ძალიან ცუდად დაამთავრებს ყველაფერს. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ამის გწამს და ამის სასუებთ უფალს რომ ამ ყველაფერს ბოლო აუცილებლად მოეღება. იცით რა არის? ნუ თუ თვითონ არაცნობიერებენ რომ ეს ხო ორჯერ 4-ია რომ როცა ამდენი ხანი ხარ ხელისუფლებაში. ეს საშიშია შენთვისაც უკვე რა და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ერთი მხრივ რაც შეეხება ოცნებას და მეორე მხრივ სინანული ახსენე.
შენ ვინმე გინახავს დაუშვათ ნაციონალური მოძრაობიდან რა მნიშვნელობა დღეს რა ქვია და ვინმე გინახავს ამ სინანულით თუნდაც რამხელა ბუდიში აი სინანული გინახავს როცა ჩვენ ვიცით ხო რეები გადავიტანეთ იმ რა ქვია წლებში იმ რეჟიმის სისხლიანი რეჟიმის დროს და როცა შენ დღეს მე აი რაზე მწყდება ეცით გული რომ ისინიც манипуляტორებენ მართლაც რომ მოხდეს დამხობა აი როგორ ფიქრობთ აი დაამხეს მაგალითად ქართული ოცნება მე რა ხდება საქართველოში კი ბატონო ხო მაღაზე არავინ პასუხს ხო მე მაგალითად დარწმუნებული ვარ რომ მოვლენ ისევ ის ძალები ისევ ის ადაპიროვნებები იგივენი ბიზინა ივანიშვილისავე რეიტინგ ამაღლებული რადგან ეს თეატრალურიანმა რო ჩაატარა სამართლიანობის აღდგენის პაროდია და სინამდვილეში რო ადამიანებს რაღაცა უსაშველო უბედურებები ქონდა დატრიალებული ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინაშე და კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რო იჭერ სისხლის სამართლებრივ დამნაშავეებს ეს არის სამართლიანობის აღდგენის პაროდია რომელმაც ეს ადამიანები ადამიანებს ამ ვითომ დასჯილ ადამიანებს მოასხა გმირის მანტია შემოაჯინა პედესტალზე და მათი პოლიტიკური რეიტინგები უზომოდ გაზარდა და ისევ თუ ესენი დაბრუნდებიან ამაში პირველი დამნაშავე იქნება ბიზნესმენი ჩვენ რა ჩვენი გადასახადი არის ბიზნესმენი აბა ვინ არის დამნაშავე ქართული ოცნების ბრალია ყველაფერი რა დღეს ხდება ხომ აბსოლუტურად ის არის პასუხისგებელი მაგრამ ჩვენ ამითი შეღავათი გვაქვს მთავარია საშინელება ხდება და რისი თქმა მინდა იცით რომ ისევ ის ძალა რომელიც აი სიტყვაზე თქვა დაამხეს იმითი რა ქვია არაძალადობრივი მოფერებით დაამხეს შვიდობიანი რევოლუციით რომ მოვლენ იმ სტუდენტებს მუსლს გაავლებენ და ვერ ხვდებიან ეს სტუდენტები კი ბატონო აი ეს არის არ ვიცი თუ მეთანხმებით აბსოლუტურად გეთანხმებით და მე აქედან გამოსავალს ვხედავ ისევ და ისევ აი რაც მე ვთქვი ჩვენ საერთო მიზანდასახულობაში ჩვენს კონსოლიდაციაში და საერთო რეალური ქმედითი ბრძოლის დაწყებაში რომელიც არაფრით არ დაემგვანება იმ არც ერთს და არც მეორეს აი ამ რაღაცეებს რაც თავს გვახვევენ და სიმართლეს ჩვენს ეროვნულ ქართულ ფესვებთან დააბრუნებს ჩვენს ბრძოლას იქნება სიმართლე რა არის სიმართლე რა დანაშაულობებია და რამ შეიძლება გადაარჩინოს და ნამდვილად აღდგება სამართალი ნამდვილად აღდგება სამართლიანი არაფერს აღარ ვიტოვებ მე დამხობის წინააღმდეგი ვარ მე ვიცი ამას საქართველოს შეიძლება ვეღარც კი გადაიტანოს მაგრამ იქნებ მოვიდეს ქართული ოცნება გონზე რომ არჩევნებით მოგცეს საშუალება რომ დავემკვიდროთ ჩვენი თავი საარჩევნო გარემო უნდა გაჯასახოს უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონი და ერმა უნდა ჩაატაროს არჩევნები და აი როდესაც სამართლიანი არჩევნები ჩატარდება მე იქ ვინც რას მიიღებს ერისნება გამოვლინდება და ყველას თავისი ეს ეკეთება ეს უზურპატორები უნდა დროებით მოვაცილოთ აი ამ ყველა ჯანსაღი ძალა ჭირდება არა ის რომელსაც სიცხეშია ხელები გათხრილი და ამდენ ადამიანს აგერ სასაკლაოზე მიყავს პირდაპირ ხო ერს უნდა მიეცეს ნების გამოვლენის საშუალება და კარგი იქნება რომ აი ეს წინააღმდეგობის მოძრაობა აღდგეს და ფუნქციონირება დაიწყოს ძველი რაც იყო დიახ ეგ არის მე ვფიქრობ ერის ნების გამომხატველი იქნება დღეს დიახ დიდი მადლობა გედა უფალი იყოს ჩვენი შემწე ამ ბრძოლაში და ჩვენი ქვეყნის და დამამშვიდებელი დარწმუნებულიც ვარ რომ ასე იქნება ორივე მხარეს ვინც დღეს იბრძვის ღმერთმა მიანიჭოს მშვიდობა და სინანული და სიყვარული და ჩვენი სისხლი და ხორცია ყველას ღმერთმა შეგინდოთ გაპატიოთ ვინც ჩვენ გვემტერებით ჩვენი მაწყევრები და მაგინებლები უფალმა დალოცოს და აკურთხოს როგორც სახარება მოგვიწოდებს ჩვენი მტრები ღმერთმა დალოცოს და ყველა ღმერთმა სიყვარულში გაგვერთიანოს ჩვენ უფრო გავძლიერდებით ამინ ღმერთმა სიყვარულში გაგვერთიანოს ღმერთით მე გემშვიდობებით დროებით და სარეკლამო ჭრის მერე დავბრუნდებით ეთერში ამინ